მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ესე იგი დღეს გადავწყვიტე გავაკეთო ხაჭოს პეროგი ნამცხვარი, რა ვიცი, რაღაცა ესეთი გემრიელი მოგვინდა მე და დედას და გადავწყვიტეთ გავამზადოთ. დედა ეგერ გულმოდგინეთ ზის და აწყობს შვილთაშვილისთვის გამოწერილ პიპიას, ხო და მე გადავწყვიტე ასე ვისაქმიანო. იქიდან ის მასწავლის რაღაცებს, მაინც. ესე იგი 4 კვერცხი, 600 გრამი ხაჭო, ლიმონი, ეს არის მანის პურის თქვილი თუ რა ქვია ამას. გახეხილი ლიმონი, შაქარი 200 გრამი და ვანილი და ეს გამაფხვიერებელი. ხო და ასე ახლა ყველაფერს ამას შაქართან ერთად კვერცხს გავთქვიფავ. ხო და მერე ყველაფერს ერთად ჩაუშვებ და აგერ მაქვს გამზადებული ცხიმი წასობილი აქვს, კარაქი, ცოტა მანი მოვაყარე ზემოდან, ხო და გამოვაცხობ 150 გრადუსზე ჩემო მეგობრებო. ხო და ვნახოთ როგორი გამოვა. ახლა ისა რა ქვია, რო იღებენ ლამაზ და ფერად და ასეც და ისეც ოპერატორებით და არ გამოუვათ, არ ამოუვათ და მერე ისა რა ქვია, სხვის ნამცხრებს გაჩვენებენ რო გაჭრიან და რო გადმოდის შოკოლადი და გადმოინთხევა სურნელოვანი, არა ჩემო კარგებო, მე რასაც გავაკეთებ და რაც გამოვა, იმას გაჩვენებ ზუსტად. დავაყარე შაქარი და ასე ცოტა გავთქვიფავ ცოტას, ესე რო არ იყოს ლად კვერცხები. ასე გავთქვიფე ჩემო კარგებო, ეს თემოდან გამოიწერა, ნახეთ რა კაია, მოუწოს და ყველას ვეუბნები. სათქვები. ახლა დავამატებ ხაჭოს. ასე დავამატე ხაჭო და გავქნი ახლა ამ ხაჭოს კარგად. ასე გოგოებო, ამითი კარგად ასე. რო ესა კურკუშალები კარგად გაითქვიფოს და გაიქნას. დავამატე მანის ფქვილი, ხო და აი ესეთი გამოვიდა. ნახეთ? აი ესეთი. არაჟანივით უნდა იყოს. მე მგონი კიდე დავამატებ ცოტას. ასეთი გამოვიდა, ჯერ არ გაგვისინჯე, ახლა გავსინჯავ და ესე ლამაზად და გემრიელად კი გამეიყურება. გავჭრი ახლა. ესე ჩვენი პეჩენიები. ახლა კვერცხის გულს მოუსვავ, ხო და გადავიტან ჟარონაზე და ნახოთ როგორები გამოვა. ასე წავუსვი კვერცხის გული და შევდებით ღუმელში. და 20-25 წუთი უნდა რომ გამოცხოს. ესეც ასე ნახეთ, ხაჭოს პეჩენიები ასე გემრიელად გამოიყურება. აფი დამწვარი არ არის და დამწვარი გონია. ისა რა ქვია, ის კექსი იყო თუ დამწვარი იყო თუ რა ქვია და ის გაასინჯა დედამ და მოეწონა და ახლა ამასაც გასინჯას და მოეწონება. დამწვარი არაა კაც. ასე. გემრიელად მირთვით თქვენ რასაც მოამზადებთ.